ეგოიზმი ბავშვებში ხშირად მშობლებისთვის ძალიან სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს, ამაზე ყველავთან ხვდებით. Აი როგორ ვიქცევით, როცა ჩვენი შვილი უარს ამბობს სათამაშოების გაზიარებასა და წინა პლანზე საკუთარ სურვილებს აყენებს, ჩვენ დღევანდელი სიუჟეტიდან გაიგებთ, თუ როგორი გამოცდილება აქვთ ცნობილ ქართველ მშობლებს ბავშვების ეგოიზმთან დაკავშირებით და რა ასწავლა მათ შვილების ქცევაზე დაკვირვებამ. ნახოთ. შვილი მყავს 1, 3, ჯერჯერობით მხოლოდ 3 წლისაა, მალე გახდება 4-ის. და ეგოიზმს გამოხატავს იმით, რომ უჭირს გაყოფა ადამიანებისაც და სათამაშოებისაც. ყავს 4 წლინახევრის ტყუპები. განსაკუთრებული ეგოიზმით არ გამორჩევიან, მაგრამ მაინც არის რა მომენტები. მაგალითად, ერთს თუ რაღაც გავუკეთე, ან ჩავაცვი, ან გავხადე, ან ვაჭამე, მეორეც ითხოვს, რომ აი შენ გამიკეთე, აი იმას რო გავუკეთე, მეც გამიკეთე. ძალიან მიხარია, რომ მრავალშვილიანი ოჯახია. დედმამიშვილებს ერთმანეთი ყავთ, ამიტომ ალბათ შორს არიან უფრო ეგოიზმისგან. როცა მაქვს მასთან ურთიერთობა, გვერდზე გახედვის საშუალებასაც არ მაძლევს. რა საკმარისია რაღაცასკენ ყურადღება გადავიტანო, რომ აჩი და ისევ აქეთ მიწევს გადმოტანა ყურადღების. მე ბედნიერი ვარ, რომ ეჭვიანობის მომენტი არ აქვთ ჩემი სხვა ბავშვთა და სხვა ბავშვებთან ურთიერთობის დროს. პირიქით, უბედნიერესები არიან იმ მომენტში, თუ იქ აღმოჩნდნენ, როდესაც მე სხვა ბავშვს გადავცემ, ან ვამღერებ, ან ვარიგებ ჭკუას. არა, იმიტომ რომ მაგას იცით რას ვაბრალებ, ჩვენს ოჯახში არის ყოველთვის მისვლა-მოსვლა, ბევრი ხალხი, ბავშვები, მათი მეგობრები, ჩემი მეგობრის შვილები და მე მგონია, რომ არაკლიათ მათ ჩემი სიყვარული და ყურადღება და ამიტომ ვერ გძნობენ დანაკლის. კოვიდის ბავშვი არის და შესაბამისად რო გაჩნდა ეგონა, რომ მარტო ის იყო ბავშვი, მეტი არავინ დედამიწის ზურგზე და პირველი რაც მინდა, რომ ხო, აი ეს იყო, რომ ცოდნოდა რაღაცების გაზიარება, სხვა ბავშვებთან ქონოდა ურთიერთობა, ცოდნოდა, რომ ეს კონკრეტული სათამაშო სახლის გარდა, რომ მას არ ეკუთვნის და სხვასთანაც შეიძლება თანამოზიარე ყავდეს და იყო შენ თვითონაც. ჩვენგან სტუმარი არ მიდის, რომ ამათმა არ აჩუქონ ნივთები და არ გაატანონ. არ ენანებათ მართლა არაფერი. ყველაზე დიდი სიამოვნება და ბედნიერება მათთვის, როდესაც კლასელებთან მიაქვთ საჩუქრები, ან კლასელებს ეპატიჟებიან, ეს მშობლის ძალიან დიდი დამსახურებაა. მაინც დედა მე ესე გამოვარჩევდი, რომ დედის დიდი დამსახურება ეს ყველაფერი. რა თქმა უნდა, ეს ასაკობრივია, მოდის რაღაც ასაკი, როდესაც მე თვითონ გაიძახიან და მაქსიმალურად ვაძლევ უფლებას, რომ რაც მათ თქვათ ან ჯანმრთელობას ან უსაფრთხოებას არ დააზიანებს, რაც უნდათ აკეთონ. მიუხედავად იმისა, რომ თავისი ჯერ კიდევ ვერ იცვამს, მცდელობა აქვს, რა ძალიან მახარებს, რადგანაც მე თვითონ ბავშვობიდან დამოუკიდებელი ვარ და აი ერთი რაც შემიძლია იგივე ჩვენს მაყურებელს გაუზიარო, რომ ეს მითხრეს და აი რაღაცნაირად მაგ ტვინში ჩანჯერ. როცა იქცევ ახლა მშობლის პირველი ინსტინქტი არის, რომ ბავშვს მაშინვე წამოაყენოს. არ წამოაყენოთ, ვაცადოთ, რომ თვითონ წამოდგეს, იმიტომ რომ აი აქედან იწყება მისი დამოუკიდებლობა, რომ თვითონ შეძლოს გარკვეული ბარიერების გადალახვა. მგონია, რომ ერთმანეთზე ზრუნვა უნდა ვასწავლოთ რა და ეს არის ყველაზე კარგი გამოსავალი. რთული ფსიქოლოგიური და ისეთი ჩართულობაა საჭირო ცხოვრებისეული, ესე ვთქვათ, ადამიანური, რომ აკონტროლო მათი შეგრძნებები, მათი მოქმედებები და მაქსიმალურად დაარიგო ჭკუარო მოეფერონ ერთმანეთსაც და გარშემო პირებსაც. თუ რამე საქციელში შევატყვეთ, ხო, ან მე ან უცამ ან ძიძამ, ამაში მარტო ერთი ადამიანი ვერ იქნება ჩართული და ბაღის პირველი მე თუ მკითხავთ მოვალეობა სწორედ ესაა, რომ ასწავლოს გაზიარება. და მანდედან სწორედ ბაღიდან იწყება ბავშვის ქცევებში ჩამოყალიბება და ესა თუ ის რაღაცა ამბის გააზრება. და ამიტომ გონია, რომ ის დაწესებულება, სადაც დადის და ჩვენ მშობლები ამაში ბოლომდე უნდა ვიყოთ ჩართულები და აი ახლა ერთად ვსწავლობთ ეგოიზმთან ბრძოლას, მშობლებიც და ბავშვიც.